Ქვეშეთი კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კილომეტრიანი ორზოლიანი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 5 გვირაბის მშენებლობასა და 6 ხიდის მშენებლობა რეაბილიტაციას. პროექტი ასევე ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კილომეტრიანი ახალი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობას. ქვეშეთი კობის 9 კილომეტრიანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბია, რომელიც სპეციალურად ქვეშეთი კობის პროექტისთვის შექმნილი გვირაბის საბურღი დანადგარით გაიჭრა. თეონა მაჭარაშვილისა და რამაზ ნატროშვილის რეპორტაჟი. საქართველოში ყველაზე გრძელი 9 კილომეტრიანი გვირაბია. ამ გვირაბში ახლა საინჟინრო ქსელების, უსაფრთხოების, ენერგომომარაგებისა და სხვა აუცილებელი სისტემები ეწყობა. მას ასევე 9 კილომეტრიანი საევაკუაციო გვირაბიც უკავშირდება, რომელიც უკვე გაჭრილია. გარდა იმისა, რომ ეს საქართველოში ყველაზე გრძელი და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური გვირაბია, ის სპეციალური გვირაბის საბურღი დანადგარით გაიჭრა, რომელიც გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმამდე ამცირებს. მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანა, ეგრეთ წოდებული TBM-ი საქართველოში ჩინეთიდან 2021 წელს ჩამოვიდა. ის სპეციალურად კობი-ქვეშეთის გზის პროექტისთვის შეიქმნა. ეს არის ისტორიული პროექტი, რომელსაც საქართველოში და კავკასიაში ანალოგი არ აქვს. თავისი გეომეტრიული პარამეტრებით და ჰიდროგეოლოგიური სირთულეებით. ეს გვირაბი ქვეშეთი კობის 23 კილომეტრიანი გზისა და გვირაბების მშენებლობის პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი შენდება, ხოლო ერთ ხიდს რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში აშენდა ტექნოლოგიურად უნიკალური დაბალანსებული კონსოლური ხიდიც, რომლის მსგავსი საქართველოში პირველად აშენდა. ის ამ დროისთვის ყველაზე მაღალი ხიდია, რომლის ბურჯების სიმაღლე 48 და 47 მეტრია. სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის დროს, რა თქმა უნდა, იყო სირთულეები. პირველ რიგში ჰიდროგეოლოგიური წყლის დიდი მოდინება, რომელსაც სჭირდებოდა შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებები და რომელსაც კარგად გაართვა კონტრაქტორმა. ამ TBM-მა საგრძნობლად შეამცირა მშენებლობის ვადა. ამხელა გვირაბს გაცილებით მეტი დრო დაჭირდებოდა იმ 2 წლის ნაცვლად, რომელიც მოანდომა. მიმდინარეობს შიდა მოსახვის, შიდა სამუშაოები, მოწყობის და პლუს ამას თუ კი სადმე არის ეს პრობლემა გადასაჭრელი იმის შეკეთების. ისტორიული და უნიკალური პროექტი, ასე აფასებენ ქვეშეთი კობის გზისა და გვირაბების მშენებლობას. თუმცა საინტერესოა, რითია ეს პროექტი განსაკუთრებული. უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად ახალი გზის დასრულების შემდეგ ქვეშეთიდან კობამდე მგზავრებას 15 წუთი დასჭირდება. მაშინ, როდესაც ამჟამად იგივე გზის დაფარვას 1 საათამდე სჭირდება. ზღვასაშიშროების გამო კი ხშირად მოძრაობა სრულად იკრძალება. პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან გუდაურამდე გადაადგილებას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება. ეს არის ნამდვილად ისტორიული პროექტი თელს რეგიონში, ალბათ სოფლიოში რამოდენიმე პროექტი თუ იქნება მსგავსი სირთულის. საქართველოში ჩვენ უკვე დაგვიგროვდა ცოდნა ყველა ამ მშენებლობიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მსგავსი სირთულის პროექტების განხორციელების, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ცოდნას ჩვენ ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეში გამოვიყენებთ კიდევ. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ ყველა იმ პროექტის მონახულებას, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს და ნამდვილად უპრეცედენტო სამუშაოების ფრონტი არის გახსნილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, არის სირთულეები, არიან გარკვეული კონტრაქტორები, რომლებიც თავის ვალდებულებას პირნათლად არ ასრულებენ, მაგრამ ჩვენი მიდგომა იქნება სამართლიანი, მაგრამ მკაცრი, იმიტომ რომ ჩვენ
აუცილებლად დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესს. მორჩეულია ეს პროექტი ზოგადად თავისი საინჟინრო თვალსაზრისითაც, მაგალითად ეს ხიდი ჩარჩოვან კონსოლური ტიპის არის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ყველაზე გრძელი თაღია დღესდღეობით საქართველოში ბიუჯეტის პრივაც და ანუ ტექნოლოგიურათაც ყველაზე თანამედროვე პროექტია და თვითონ გარემოს კუთხითაც ეს ლანდშაფტური პროექტირება მოხდა და მინიმალურად ლანდშაფტზე შეხება და მაქსიმალურად მასთან ინტეგრაციით მოხდა პროექტის დამუშავება. ზამთარში რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე საავტომობილო გზა ხშირად იკეტება, რის გამოც ხადას ხეობის 10 სოფელს არ აქვს საგზაო კავშირი და ეზღუდება წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა საყოფაცხოვრებო სერვისებზე. ახალი გზა კი ამ კავშირს შეუფერხებლად უზრუნველყოფს. ქვეშეთიკობის გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გუდაურამდე მისასვლელი 5 კილომეტრიანი გზის მშენებლობაც, რაც ტურისტული თვალსაზრისით მომგებიანი იქნება. აგრიშული პროექტის დასრულების შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე ტურისტული მიმართულებით მაქსიმალურად შეეწყობათ ხელი, რომ სწრაფად დაუბრკოლებლად მოხდეს და უსაფრთხოდ, რაც თავარია, მოხდეს გადაადგილება. იცით, რომ ზამთრის პირობებში ხშირად კობი გუდაურის მონაკვეთი იკეტება, ადგილობრივ მოსახლეობას აქვთ შეფერხებით მოძრაობის საშუალება, შესაბამისად ეს პრობლემაც მოიხსნება. ქვეშეთიკობის მონაკვეთი სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის ნაწილია. ზღვასაშიშროების გამო წელიწადში დაახლოებით 90 დღის განმავლობაში ეს გზა იკეტება და გადამზიდებს. ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გასავლელად რამდენიმე დღე უწევთ გაჩერება. ახალი გზით კი სატრანზიტო გზაზე მიმოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი, რაც თავისთავად გაზრდის საქართველოს პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზე და მისი როგორც ლოჯისტიკური ჰაბის მნიშვნელობას. ეს არის სრულიად ახალი განაცხადი ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ეს პროექტი არ მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და დროის დაზოგვის მიზნით, რამე თუ დედაქალაქთან კავშირი დროში იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული, ასევე ის არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საშუალება, ტურიზმის განვითარების კარგი შესაძლებლობა. ისე რომ ვფიქრობ, ასეთი პროექტი, რომელიც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რეგიონში არის ყველაზე მასშტაბური პროექტი. ქვეშეთიკობის ახალი გზის პროექტირება 2017 წელს დაიწყო. 2018-19 წლებში კი საპროექტო სამუშაოების სახით გაგრძელდა. უნიკალური პროექტი აზიის განვითარების ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანამონაწილეობით შენდება. გვირაბის მშენებლობის ნაწილში კი თანადამფინანსებელია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც. პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.